საფრანგეთის ჯელობს გამკაცებაში გერმანიაში მოქმედებს ლობისტების რეესტრი, სადაც სხვა შორის გერმანული საერთაშორისო გამჭვირვალობის გერმანული ფილიალი რეგისტრირებული არის როგორც ლობისტი და უფრო მეტ ინფორმაციას ასაჯაროებს, ვიდრე ჩვენი კანონით არის მოთხოვნილი. მათ შორის მაგალითად ყოველი შეხვედრა პოლიტიკოსებთან უნდა გაასაჯაროონ შინაარსი რა იყო ამ შეხვედრისა და ასე შემდეგ. და საფრანგეთი ხედავთ რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოაქვს და მათ შორის მიყურადების შესაძლებლობასაც კი იძლევიან გარკვეულ შემთხვევებში. ესეც აჩვენებს ერთის მხრივ, რომ რაც როგორც ჩანს ზოგიერთი ასე უყურებს სამყაროს, რომ რაც მისაღები არის იუპიტერისთვის, არ არის მისაღები ხარისთვის და სამწუხაროდ ზოგიერთებს ჩვენ ხარიბგონი ვართ და საკუთარი თავი იუპიტერი. აქ მეორე გარემოებაც არის კიდევ მნიშვნელოვანი. როცა ვხედავ ჩვენ სხვადასხვა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების თუ პოლიტიკოსების განცხადებას. ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოს ზუსტად ის არის, რომ ამ ქვეყნებს, მათ შორის გერმანელი გადასახადის გადამხდელები, გერმანელი და ფრანგი გადასახადის გადამხდელების ფულით საქართველოში ევროპული ფონდების მეშვეობით საქართველოში ფინანსდებიან ფარულად პოლიტიკური პარტიები და რადიკალური ჯგუფები. ანუ როცა ჩვენ ხედავთ თუნდაც ფრანგიან, გერმანელი თუ სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსების მოწოდებებს, აქ ჩვენ კითხვა პირიქით გვაქვს. რატომ იხარჯება ფრანგი და გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფული ევროპული ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში. ამ ეს კითხვა მე რამდენჯერმე დავსვი, მივმართე და სამწუხაროდ ამაზე სხვათა შორის საუბრების დროს არის გარკვეული აღიარებები, რომ იყო გარკვეული პროექტები, რომელსაც პოლიტიკური ხასიათი აქვს, იყო პროექტები, რომელსაც რადიკალური ჯგუფები ფინანსდებოდა. კიდევ ერთხელ მაგალითად მოვიყვან დროა, რომელიც იყო პირდაპირ პოლიტიკური პარტიის ფარულად გვერდისავლით დაფინანსება, სირცხვილია, რომელიც იყო რადიკალური ჯგუფის დაფინანსება, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზაცია. ეს ფინანსდებოდა გერმანელი, ფრანგი, პოლონელი და სხვების ფულით, ევროკავშირის ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში. ამიტომ კითხვა მარტივია, რატომ არ აკეთებს არაფერს არც გერმანია, არც საფრანგეთი, არც სხვა ევროკავშირის ქვეყანა, მათი საელჩოები აქ, რატომ არ აკეთებენ არაფერს, რომ ეს ფული იყოს გამჭვირვალე. ერთი და მეორე, რანაირი სტანდარტია ეს, როდესაც ევროკავშირი პარტნიორ ქვეყანაში, კანდიდატ ქვეყანაში ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს და ხაზს უსვამს. ეს არის ევროკავშირის ფული, რომელიც იხარჯება ევროპის დემოკრატიის ფონდის მეშვეობით ფარულად საქართველოში რადიკალური ჯგუფების დასახალისებლად, პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად, სხვათა შორის ზუსტად ეს ფონდი გაიხვა სკანდალში, როდესაც შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ისინი იხდიდნენ ჯარიმებს იმ ადამიანებისა, რომელიც პოლიციელებს თავს ესხმოდა და პარლამენტს თავს ესხმოდა. სხვათა შორის ახლაც მიდის პროცესები, იცით, მოხდა პარლამენტზე თავდასხმა, პოლიციელებზე თავდასხმა და აქაც არ ვიცი, საინტერესო არის, ალბათ უნდა დაინტერესდნენ ის NGO-ები, რომელიც გამჭვირვალობაზე ზრუნავენ, ხო, რო ყავდეს NGO-ები, ხო ამით უნდა დაინტერესდეს წესითო. შემთხვევით ამ სამართალდაღუებებში ჯარიმებს ხომ არ იხდის ევროკავშირი ამ ფულს და ამით ხო არ ახალისებს ევროკავშირის ფულით ხო არ ხდება წახალისება მოძალადეებს. ამიტომ კიდევ ერთხელ კითხვები ჩვენს მიმართ კი არა, ჩვენ გვაქვს კითხვები ევროკავშირის მიმართ და მისი წევრი ქვეყნების მიმართ, რატომ ხდება მათი მოქალაქეების ფულით ფარულად დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების. ეს დაფინანსებები ამ მხრივ უნდა რაც შეეხება ამ დაფინანსებებს, სწორედ ამის გამჭვირვალობაზეა საუბარი, ზუსტად აქ ჩანს, რომ როგორც ჩანს აქვს პრობლემა ევროკავშირში ზოგიერთ პოლიტიკოს, რომ არ გახდეს ცხადი თუ როგორ ფინანსდება მავნე გავლენები საქართველოში.